დღეს არის შაბათი. 4 აპრილი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 22 მარტი 2026 წელი. და მოგვიახლოვდა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. დღეს არის ლაზარეს შაბათი და დღეს არის ქებაი და დიდებაი ქართული ენისაი. თუმცა მე ამ დღევანდელ დღეზე მისაუბრია რაც შეეხება ლაზარეს შაბათზე მეოთხე საუბარი, მე-60 საუბარი და 171 საუბარი. რაც შეეხება დღევანდელ წმინდანებს, ესენი არიან წმინდა ბასილი ანკვირელი, წმინდა ლეა რომაელი, წმინდა დეოგრაციუს კართაგენელი. ძირითადად ეს არის 59 საუბარი, აი დეოგრაციუს კართაგენელზე კი 111 საუბარია. შემდეგ ოქტავიანე კართაგენელი, ესეც 59 საუბარი და წმინდა ზაქარია რომის პაპი 59 საუბარი. და კიდევ წმინდა ისააკ დალმატელი, ეს არის 151 საუბარი, ეს არის დღევანდელი წმინდანები და ამიტომ მე მათზე რა თქმა უნდა აღარ შევჩერდები. დღეს მინდა, ცოტა რამ გვაქვს, ცოტა ცნობა გვაქვს, მაგრამ წმინდა ეპისკოპოსი სევერუსის შესახებ, კატანიის ეპისკოპოსი, ოღონდ მისი ხსენება არის ორშაბათს, 6 აპრილს, ორშაბათს 6 აპრილს, ეს არის საეკლესიო კალენდრით 24 მარტი. და აი ამ წმინდანზე არ გვისაუბრია და ამის შესახებ მინდა ორი-ორი სიტყვა მოგახსენოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა რამ არის მის შესახებ ცნობილი. კატანია ეს არის ქალაქი სიცილიის კუნძულზე, ეტნა, ვულკანი ეტნას პირდაპირ ძირში. და ამ ქალაქის ეპისკოპოსი იყო და ეს იყო დაახლოებით 814 წლებში მისი ეპისკოპოსობის პერიოდი. და აი ძალიან ცოტა რამ არის მის შესახებ ცნობილი და მოგახსენებთ, ეპისკოპოსი თეოდორე შეცვალა და ეს არის ბოლო ჩვენ ადრე გვიხსენებია ესა 12 ეპისკოპოსიდან ბოლოა, რომელიც გამოირჩია პირდაპირ ხილულად სულიწმინდა კოლომბინი ეწოდებათ აი ამ ეპისკოპოსებს, რომელსაც პირდაპირ აი სულიწმინდის ნიშანი იყო კოლუმბა არის ლათინურად მტრედი. კოლომბინი ნიშნავს მტრედის მიერ გამორჩეულს და აი პირდაპირ ისეთი შემთხვევები იყო, რომ მტრედი მოფრინდებოდა და ყველას დასანახად დააფრინდებოდა, დააჯდებოდა ხოლმე თავზე ეპისკოპოსს. აი ეს იყო ამ შემთხვევაში ეს არის ღვთაებრივი არჩევანის ნიშანი. და ეს იტალიის სხვადასხვა რავენაში არის მაგალითად ცნობილი ეს ფაქტები, რავენის 12 ეპისკოპოსი, პირველი 12 ეპისკოპოსი ასეთნაირად იქნა გამორჩეული. და მის შესახებ არის მხოლოდ ცნობილი ის, რომ წმინდად მართავდა, წმინდა მმართველი იყო ეკლესიის სიტყვითა და საქმით, რითაც დაიმსახურა უდიდესი ქება ყველასგან და ასეთნაირად აღესრულა, მოკლედ აი ესე 12 წელი იყო ეპისკოპოსი. გამოსახულება არ გაგვაჩნია მისი. ერთადერთი აი ეს მინდა გაჩვენოთ, ეს არის მისი აი ეს ქალაქი კატანია. აი შუაში არის ტაძარი მისი სახელობის. აი ეს არის ეტნა, ვულკანი ეტნა. და აი ეს არის ტაძარი აი ამ წმინდა სევერუსის სახელობის. და აი მეტი არაფერი და ამიტომ მე დღეს ესე გემშვიდობებით და მინდა გითხრათ წინასწარ, რომ აი შემდეგი რამდენიმე შაბათს საერთოდ არ აქვს, ესე იგი ახალი წმინდანები, აი აპრილის საეკლესიო კალენდრის მიხედვით აპრილი რო დადგება, მერე გვექნება თითო ალბათ.
და ესე მოგახსენებთ ხოლმე მათ შესახებ თუ რა არის ცნობილი. დღეს კი ამითი გემშვიდობებით ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.